როგორც იქნა ჩამოვიდა. ესე იგი, ერთ-ერთმა მწარმოებელმა გამომიგზავნა ნიმუში გასატესტად. ნახე როგორია და ხალხსაც აჩვენებდა. ამიტომ ახლა გავხსნით რა არის. მეც დიდი, რაღაც ხდები რაც არის, მაგრამ ზუსტად არ ვთქვამს რა არისო. ესე იგი, ეს ჩამოვიდა ჩინეთიდან. და ნახოთ რა არის. ისეთი რამეა, ვისაც გამოადგება მცირე პატარა სამხლოებში და ასე შემდეგ. და რა არის ეს? გაჩვენებთ. აინტერესებს? ეს არის ლაზერი. ლაზერი, რომელიც ამუშავებს ნებისმიერ ზედაპირზე შეუძლია გრავირება გააკეთოს, თორემ ხდები მეტალზე შეუძლია, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერია, 20-ვატიანია. მოგლეთ მეგობრებო, ესე იგი ჩამომივიდა ნიმუში ერთ-ერთმა მწარმოებელმა, გამომიგზავნა, მითხრა რომ გახსენიო, ნახე რა არისო, გატესტეო და ასე შემდეგ. ამიტომ მე თქვენ გაჩვენებთ, ახლა გეტყვით რა არის ეს. ეს არის ლაზერული გრავერი, რომელიც აკეთებს გრავირებას ნებისმიერ ზედაპირზე, თუ არ ვცნები მეტალზეც აკეთებს. არის 20-ვატიანი, საკმაოდ ძლიერია და ძალიან გამოსადეგია ყველაფერში. ანუ თუ რამე მცირე საწარმოები გააქვთ, ბრენდირება გინდათ ხოლმე გააკეთოთ, ან ექსკლუზიური შეკვეთა გინდათ გააკეთოთ და ზედ ექსკლუზიურობა ამოტვიფროთ, აი ეს დაგეხმარებათ თქვენ აუცილებლად. მე მაქვს ამის წინა ვერსია. გაცილებით სუსტია, 20 ვატიანი იყო, მაგრამ ძალიან მუშაობდა. ეს არის 20 ვატიანი. ხო და ახლა გავხსნი და გაჩვენებთ რა არის. თუ მაგალითად რომელიმე დაინტერესდებით, თქვენს გინდათ ესეთი რამის შეძენა, დავტოვებთ ჩემ კონტაქტს და დაგაკვალიანებთ რა და როგორ გააკეთოთ, როგორ შეიძინოთ ესეთი ლაზერი. ახლა დავიწყოთ. ნიკუშკის, დანა აქ არის. ხო, დავიწყოთ გახსნით, მეც მაინტერესებს ახლა სიმართლე ვთქვა, არ ვიცი როგორია და რანაირად ნახატი კი ჩანს. ესეთ unboxing-ს ვაკეთებ პირველად. და რა მინდოდა მეთქვა? აწი ჩვენ სარხზე იქნება ესეთი ბევრი განკუთვები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემოთავაზებაა სხვადასხვა კომპანიების, რომ მათი პროდუქცია გავაცნოთ ხალხს. და ესე იგი, რო გავხსნით, შიგ პირველს რაც ავხედავთ, ეს არის ესეთი ფანერა, ალბათ 3 მმ-იანი ფანერა საცდელად. ალბათ აქ არის ავიღებთ ხზე. შემდეგი მოდის ინსტრუქცია. სრული ინსტრუქცია ინგლისურ ენაზე. აქ მოდის მერე ესე იგი სავიზიტო ბარათის ნიმუში, ალბათ ზედაც შეიძლება ამის ამოგრავირება. ესეთი ხამუტებია შტურების და გასუფთავებელი ჩოთი. ეხლა დავიწყოთ ხლიანი. აქ ახლა ბევრი რაღაცეებია, მე დაჩქარებულ ვარიანტს დავაყენებ, როგორ ვაწყობ ამ ყველაფერს ინსტრუქციის მიხედვით. ესე იგი, ესეთი ისინია ელები აქეთ-იქით. თავარი პანელი არის აი ესეთი. წინ აქვს პატარა მონიტორი. პომპა, ეს პომპა არის ჰაერის პომპა. რო გაგრილება გააკეთოს, ძალიან კარგი რამეა, რომ ანუ ლაზერი რო აცხელებს მაგალითად ხეზე რო გააკეთებთ, ეს არაძლევს საშუალებას, რომ იქ დაიწვას ან ზედმეტად ტემპერატურა აიწიოს, რომ გაფუჭდეს ის ნივთი, რაც აკეთებთ, ანუ აგრილებს.
შემდეგ ეს შლანგები აქ არის აქ ნახოთ აქ სხვადასხვა ისინია სალნიკები ესე რომ ვთქვათ ქართულად არ ვიცი როგორ ამხარით მანჟატები ესეთი შნური საფალე სპეციალური დამცავი თავისი გასაწმენდი იმით აი ესე გამოიყურება ეს სათვალე რემბო შემდეგი ხვების ბლოკი და გადავდივართ კიდე ხვებით რამდენი სართულებია ესე დავაგდოთ და ამას თლიან სამოვიღებ ახლა ცდები და უთის გარეშე გაჩვენებ თუშეს უთისდე აი რამდენი დენი ჩამიქრა დენი ჩაქრა და როგორ გავტესტო არა ნუ რაღაცას მოვიფიქრებთ ალბათ დაველოდებით მანამდე კი ნელ-ნელა ახლა გაჩვენებთ ამის აწყობას დავიწყებ რა იქნება როგორ იქნება აქ არის უკვე სურუფები სპეციალური ეს ჭირები მე გამოჩნდება რისთვის არის ეს ჭირები არ ვიცი ეს თვითონ თავარი ღერძი რაც მოძრაობს ამაზე ყენდება ის მატორი მერე მატორი ძრავი ზედაპირ თვითონ ლაზერი სად არის თვითონ ლაზერი შეფერდა აი ლაზერი აქ არის აი ეს არის თავარი ამაში ეს არის 20 ვატიანი საკმაოდ მსხვილია მაგრამ მოკლე პროგრესს მოველოდი იმიტომ რომ იმაში ცოტა დიდი ჩანს მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ამას ორი კულერი აქვს დამატებით რომ არ გადახურდეს და კნოპკა გათიშვის შემდეგში გაჩვენებთ შემდეგ კადრში ეხლა ცოტა ხანი გაჩერდით აუცილებლად დაალაიქეთ დააჭირეთ იქ არის აი ზარია ზარს დააჭირეთ რომ შეტყობინებები ყოველთვის მოგივიდეთ ხოლმე და რაც მთავარია გამოწერეთ ჩემი გვერდი ეხლა კი გადავიდეთ ამის აწყობაში ჩვენი გამოჭრების შედეგი 8 მმ-იანი გამოჭრა დაპრესილი ფანერა პრობლემა ნუ როგორ პრობლემა ცოტა ეს პლუს იმას აქვს მაგრამ ამას თითქმის არ გაჭირვებია აი ბოლოში რაღაცები აქვს ეხლა შეეხება ხატავ აი ამას შიგონა ჩაშენებული რაღაცეები და იმითაც კი ესეთ ფანერაზე ნახოთ რა გამოვა ყოველთვის და აი ესეთი ნახატი გამოვიდა ესე იგი ამისი ინტერფეისი არის ძალიან მარტივი, ესე იგი ეს შეგიძლიათ მართოთ როგორც უშუალოდ აქედან, ასევე შეგიძლიათ აქ როგორ წოდებული ფლეშ გადავუერთოთ, კომპიუტერში აპიყენდება, სადაც შეგიძლიათ თქვენი დიზაინი, თქვენი იმით გააკეთოთ, ნახატი იქნება თუ რაიმე რაც გინდათ რომ გამოჭრათ და ეს ყველაფერს გააკეთებს. ასევე აქ პროგრამა თვითონ ტელეფონს და ჩემს ტელეფონი შეგიძლიათ Wi-Fi დაუკავშირდებით და
გამოჭრით, დააწერთ, რავი, რაც გინდათ. აი ესეთი გამოიყურება მთლიანად. ასე რომ, თუ ხართ დაინტერესებული, დამიკავშირდით და დაგაკვალიანებთ, სად და როგორ შეიძინოთ ესეთი მშვენიერი ლაზერი.